ყოფილი მეგობრები ერთმანეთის წინააღმდეგ. ბექა ვორიორ კორტავა და ელგუჯა ბიძი გოგია რინგს 26 ივლისს გამა ბედ ბოის ივენტზე გაიზიარებენ. გამომიწვია და იმ დღეს რომელსაც გამომიწვია მთელი ცხოვრება ვანანებ ისე დავმართებ. ბექა მადლობას მეტყვის, რადგან როდესაც მას დავამარცხებ, მელიქიანის და კორტავას ბრძოლა ხალხს აღარ დააინტერესებს და გაქცევას აღარ მოუწევს. ბავშვობიდან დაწყებული მეგობრობა დაპირისპირებით სრულდება. დაძაბულობა, რომელიც ყველასთვის მოულოდნელი იყო. უთანხმოების მოგვარება მებრძოლებმა რინგზე გადაწყვიტეს. ბრძოლა, სადაც სასწორზე მოგება-წაგებაზე მეტიდება. ფოთის ორი გამორჩეული მებრძოლი რინგზე ორივე მოგებისთვის შევა, თუმცა გამარჯვება მხოლოდ ერთს დარჩება. ბექა კორტავა ელგუჯა გოგიას წინააღმდეგ. რავი, ამ ყველაფერზე ეხაც ვსაუბრობ, მეღიმება იმისგან გამომდინარე, რომ ჩემთვის ეს ყველაფერი დღემდე დაუჯერებელია, იმიტომ რომ საერთოდ არ ვიყავი ამ ყველაფრის მომხრე, არც ჩემი ოჯახი, არც ზედმეტად დარწმუნებული ვარ ჩემი ქალაქი, იმიტომ რომ თანაქალაქელები ვართ, მაგრამ ელგუჯას მხრიდან რაც დავინახე, ეს ყველაფერი უკვე სპორტზე მეტია რა. და ამისგან გამომდინარე 26-ში ნამდვილად ვაპირებ მასთან ბრძოლასთან ძალიან სასტიკად და დანარჩენს კიდევ 26 და რინგი გვანახებს. გოგიას საქციელს რაც შეეხება, როგორც მოიქცა პოდკასტზე თავის პოსტებით, ზედმეტად მწარედ გამომიწვია, მოკლედ რო ვთქვა და ამ ყველაფრის ერთადერთი დასასრული რაც შეიძლება იყოს, არის გამა საბურავები და სასტიკი ჩხუბი, შიშველი მუშტებით, სადაც დაუნდობელი ვიქნები და დარწმუნებული ვარ, რომ შიშველ მუშტებზე სამჯერ მეტად საშიში ვიქნები, ვიდრე აქამდე ვიყავი. 70 კილოგრამის ჩემპიონს ბექა კორტავას ქამრის დაცვა აგვისტოში ფესო ფარჯიანის წინააღმდეგ აქვს ჩანიშნული. მიუხედავად ამისა, კორტავამ ზედმეტად პრინციპულ ბრძოლას ივლისის ქარდზე მაინც დათანხმდა. ერთი წლის წინ რომ მეთქვა ვინმეს მე და ბექა კორტავას ვიჩხუბებდით, გამეცინებოდა. მაგრამ რეალურად ისე დატრიალდა ცხოვრება, რომ უნდა ვებრძოლოთ ერთმანეთს გამას რინგზე. ბევრს ეგონა ეს ქსელში დაიწყო, მაგრამ რეალურად ყველაფერი სხვანაირად იყო. უბრალოდ მე დავუწერე გამოვთქვი სურვილი და ვთქვი, რომ ქამარზე უნდა მეჩხუბა 60-65 კილოგრამში და ისიც გამომეხმაურა და ცოტა დაიძაბა უფრო სიტუაცია. შემდეგ ბათუმიდან პოდკასტზე რო ჩავდიოდი თბილისში, მთელი 9 საათი მოვდიოდი, საცოლში ვიყავი, უკვე გაგიჟებული ვიყავი, ისე ვაგვიანებდი თან და როგორც კი პოდკასტზე შემოვედი, ეგრევე ბექამ რაღაც რეპლიკა მესროლა და მაგაზე იყო რომ ავყევით და დავაყარეთ ერთმანეთს. ხანიში 26 ჩხუბი. ხანიში ხანიში მიდი შემოდი. შემოდი. ეს დაპირისპირება რო არ დასრულდებოდა, ამის გამო ორგანიზატორებმა შეათანხმეს 26 ივლისს ჩაენიშნა ჩვენი ბრძოლა. ჩვენს ბევრი არ ვიფიქრეთ და მე და ბექა კორტავა 26 ივლისს გვიხილავთ გამას რინგზე. ბევრმა არ იცის, მაგრამ გოგიას სპორტში პირველი ნაბიჯები, რაც წამოიწყო, თუნდაც MMA-დან დავიწყოთ, ჩემი მიყვანილია დარბაში და მინდათ რომ რავი ეს ყველაფერი იცოდეთ. ეს ყველაფერი კი რაც ხდება მისი მხრიდან პოსტები და ასე შემდეგ, არ მინდა ეს ყველაფერი ვიფიქრო, ყველაფერსო თავი დავანებოთ, იმიტომ რომ თუნდაც ჩემი თანაქალაქელია, რომ მას ჩემი შურდა. იმიტომ რომ ეს ყველაფერი უკვე ისე გადადის და ისე გამოსდის, რომ ეს ყველაფერი უკვე ბოღმა შური და ყველაფერი ერთდროულადაა, რაც კიდევ არ მინდა რომ ეგრე ვიფიქრო რა. ეს ყველაფერი ჯერჯერობით კიდევ მინდა გითხრათ, რომ თან წყინს, უფრო მეტად წყინს, უფრო მეტად კიდევაც მაბრაზებს რა. მაგრამ წყენას ვერაფერს ვერ უშველი, ვერაფერს ვერ უშველით, მაგრამ ამ სიბრაზეს 26-ში რინგზე გადმოვიტან და მართლაც რომ ძალიან სასტიკი ვიქნები რა. ბექა პირველად იბრძვის შიშველ მუშტებზე, თანაც უფრო დაბალ წონაში. კიდევ ერთი ის ფაქტი მინდა გავიხსენო, რომ ფოცო ღირსეული ჩემპიონები ჭირდებაო. ფოთის ღირსეულ ჩემპიონად მე ამ ეტაპზე თავს თვლი, იმიტომ რომ ნამდვილად ჩემპიონი ვარ.
რაც შეეხება სხვა დანარჩენს, რომ ქალაქ ფოჩი, სადაც გავივლი, ხალხი ყველა რაც ძალიან მაძლიერებს მქომაგობენ, თუნდაც ამ ბრძოლაშიც კი ჩემს ხარეს არიან. წყინთ რა თქმა უნდა მაგათაც რომ მე და ჩემი თანაქალაქელი რინგზე უნდა შეხვდეთ ერთმანეთს და ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდეთ ამ სასტიკ ბრძოლაში, მაგრამ მაგ ბრძოლაშიც მე მქომაგობენ. მიხარია ის ყველაფერი, რომ თუნდაც ეხაც კი მე ქალაქ ფოჩი ვარ და აი აქ ვიღებ ვიდეოს ჩემს ლამაზ ქალაქში და აი შენ კიდევ მინდა ის გითხრა, რომ ფოთამდე ვერც კი ჩამოსულ ხარ და ბათუმიდან წერ ვიდეოს და მოკლედ ყველაფერს რო თავი დავანებოთ რა ფოთელობაზე ლაპარაკობ, ჩემპიონობას რო თავი დაანებო. საერთოდ ფოთელობაზე არის ლაპარაკო და შემდეგ კიდე ჩემპიონობაზე ზედმეტია საუბარი, ყველაფერს 26-ში დაგიმთავრებ იმ ამბიციებს, რაც კი გაგაჩნია. ელგუჯა გოგიას სატიტულო ამბიციები ყოველთვის ჰქონდა. კორტავასთან დაძაბულობის გამწვავებაც სწორედ სატიტულო ბრძოლის მოთხოვნამ გამოიწვია. როდესაც პოსტად დავწერე 60-65 კილოგრამში საჩემპიონო ბრძოლა მოეცათ ორგანიზაციას, მაგრამ ამ გეგმებმა ცოტა ხნით გადაიწია გვერდზე. ეხლა როგორც მოგეხსენებათ, იცით 26 ივლისს ხვდები ბექა კორტავას, რომელიც არის 70 კილოგრამის ჩემპიონი, მაგრამ მე იმდენს ვიზამ, რომ 77 კილოში ბექა დავამარცხო და ამის შემდეგ ორგანიზატორები იმედია მომცემენ 60-65 კილოგრამში საჩემპიონო ბრძოლას. ბექა კორტავას პოტენციური ბრძოლები მუდამ განხილვის საგანია. ფარჯიანთან კამრების გაერთიანება, ფოლადას დაბრუნება, მელიქიანთან დაწყებული საქმის დასრულება. თავად ბექა ამ მომენტში მთლიანად ელგუჯაზეა კონცენტრირებული. სადებას გავდივარ ქალაქ ფოჩი, მოვარჯიშებს ირაკლი სანიკიძე. რა ვიცი, ვარჯიშობ ასევე ლომებთან კი არა, იმენა კასიჭამიევთან, იაგო კიზერიასთან, უზბეკასთან, გიოსთან. რაც შეეხება ჩემს ფორმაში ყოფნას, რა ვიცი, ზედმეტად მაგარ ფორმაში ვარ, როგორც რავი, რაც ფოჩი ჩამოვედი, სულ მაგარ ფორმაში ვარ, არანაირი პრობლემა არ შემქნია არაფერზე, არც წონაზე და არაფერზე. წონაც ბევრი არაფერი დარჩენილი აღარ მაქვს, დროც საკმარისად კარგად მაქვს. დარჩენილი მაქვს სულ რაღაც 4 კილოგრამი და რა ვიცი, ყველაფერი კარგად მიდის საკმაოდ რა. რაც შეეხება ელგუჯა გოგიას, კარგი ბრძოლები აქვს ჩატარებული, რა ვიცი, ნორმალური რა. მაგრამ ისეთი ბრძოლების არა აქვს ჩატარებული, რომ ადგეს და ჩემზე იძახოს სიტყვაზე, რომ ნამდვილი ჩემპიონი მე უნდა გავხდე და ნამდვილი ჩემპიონი ქალაქს არ ყავ. გოგია ნამდვილი ჩემპიონი ვერც იქნება ვერას, რომ ვაფშე რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ზღვაზე ვთქვი, ნამდვილი ჩემპიონი კი არა, მაგრამ ნამდვილი ფოთელის არაა რა. რა ჩემპიონობაზე დევს თავს, მე არ ვიცი. და რა ვიცი, რა შეეხება იმის ბრძოლებს კიდე ჩვენი ბრძოლის მერე, რა ვიცი, რინგი გავყავს, მოკლედ რინგზე. არც თანაქალაქელები ვიქნებით, არც მეგობრები ვიქნებით, არაფერი არ ვიქნებით, ვიქნებით ერთმანეთის მტრები და რინგს იქით კიდევ როგორც მოკლედ ვიტყვი, რომ თანაქალაქელი წარმატებებს უსურვებ რა და გამიხარდება თუ რამეს მიაღწევს. ელგუჯა გოგიამ ბოლო ბრძოლა გრან-პრიზე გამართა, სადაც მეოთხედ ფინალში კოტე ზომბიჩკადუასთან ახლო ბრძოლაში დამარცხდა. ამ ბრძოლისთვის მომზადება გავიარე კრივის კლუბი ბათუმში. მომზადებდნენ მწვრთნელები გოგი მესხიძე და ბექა ბულქოძე. ასევე ძალიან მაგარი ბიჭებთან გავიარე სპარინგები, გავიარე ძალიან მაგარი ფიზიკური მომზადება, რომელიც რა თქმა უნდა გამოჩნდება 26-ში ბრძოლაზე და ხალხიც ნახავს ამას. შიშველ მუშტებზე არაერთხელ მებრძოლია და რა თქმა უნდა შიშველ მუშტებზე გრძნობ კომფორტულად თავს და მირჩევნია კენტუსებში ჩხუბს შიშველ მუშტებზე ვიჩხუბო. ძალიან მივეჩვიე, ძალიან ზუსტდარტყმებს უტარებ ნებისმიერ მებრძოლს და ანუ მქონია გრან-პრიც მიჩხუბი, ბევრი ბრძოლები ჩამიტარებია და მიჩხუბი ასევე ბაქართან გრან-პრის ფინალში. ძალიან მაგარი ბრძოლა დავდე და ასევე მიჩხუბია თემო ცინდელიენთან პირველი გრან-პრი და შემდეგ ფინალი ვიჩხუბე ბაქართან. ასევე მიჩხუბია ზომბისთან შიშველ მუშტებზე და რავი, ბევრჯერ მაქვს შიშველ მუშტებზე ბრძოლა ჩატარებული. რაც თავარია, აი ბრძოლა რო ჩავატარე შიშველ მუშტებზე ზვიადაურთან, ძალიან კომფორტულად ვიგრძენი თავი, მით უმეტეს გალიაში იყო ბრძოლა, ოქტაგონში იყო და ჩემთვის მაგალითად მიღებულია ოქტაგონში ბრძოლა შიშველ მუშტებზე, იმიტომ რომ მე დისტანციაზე ვჩხუბობ სულ, ჩეხაობა შემიძლია, მაგრამ ეხლა ზვიადაურთან, ანუ დიდად არც სერიოზულად არც მიჩხუბია უბრალოდ, ანუ ვარჯიში გამომივიდა რა. ძალიან ბევრი ზუსტი დარტყმა მივაყენე, რა თქმა უნდა.
მაგრამ შემეძლო და მე ნოკაუტებია, უბრალოდ არ მინდოდა და ნოკაუტება და მინდოდა ხალხისთვის ეს სანახაობა და ეს ტექნიკური ბრძოლა მეჩვენებინა უფრო მეტი. ბიძიმ 2 წონის სატიტულო რბოლაში ჩართვა დააპირა, თუმცა ამჯერად დივიზიონებს მიღმა შეთანხმებულ წონაში ბექა კორტავას შეებრძოლება. რაც შეეხება ელგუჯას სტილს, რა ვიცი, ჩემი აზრით დარტყმის ატანის ეშინია ძალიან და იმისგან გამომდინარე, რომ დარტყმის ატანა ძალიან ეშინია, ხან თავს დაბლაწევს, ხან ინერციით შიშისგან ხელებს ყრის სწრაფად და ჩხუბი გამოდის ალბათ, ან არ გამოდის, რა ვიცი. რაც შეეხება როცა შემტევ სტილშია, გონია რომ კარგად მოძრაობს ფეხზე, მაგრამ ეგ კარგად ფეხზე ვერ მოძრაობს, იმიტომ რომ მას კარგი ბიჭი არ შეხვედრია, ვინც აი შეიძლება კარგ ბიჭი რავს გულისხმობს, ვინც შეიძლება აი მოძრაობისას კუთხე კარგად მოუჭრას და მარტივად დაიჭიროს თავის მოძრაობებზე და ხელის მოქნევებს და ასე შემდეგ რა. და რაც შეეხება იმ ყველაფერს, რომ ეგ მე გამთიშავს, არარეალურია, არა მხოლოდ ჩემთვის, ყველასთვის რა. იმისგან გამომდინარე, რომ რავი, სუდად არ გამიგოთ, არავის არ ვაკნინებ და არავის მეტი არ მგონია თავი, მოკლედ რა, ხალხ რო არ გამომიხდეთ. უბრალოდ გიორგი ზვიადაურს შევეხები აქ. გიორგის ზვიადაურს ხელები ქონდა ალბათ 3 რაუნდი დაბლა. აი 3 რაუნდი დაბლა, ადამიან ხელები ჩამოუშვა, მოდიუნებოდა და სუთაყბაში ურტყამდა ალბათ 5-6 დარტყმა შიშველ ხელზე, ძალიან ძლიერი დარტყმები ალბათ რაც უნდა ყოფილიყო და უნდა მაგ მომენტში უნდა დაესვა, ვერ დასვა. შესაძლებელია რომ ეგ ადამიანი ამტანი ყოფილიყო, კი, აი არის ადამიანები რომლებიც ამტანები არიან, მაგრამ ელგუჯას არც ერთი დარტყმა ყოფილა გამთიშავი, არც ერთ მებრძოლთან და მაგ ყველაფერი კიდე იმაში უფრო მარწმუნებს, რომ მას მისი დარტყმა ცაცუნია რა და რაც შეეხება მის ამტანობას კიდევ ნახავ რა, რომ ჩაუსვამ პლაში. ნახოთ როგორი ამტანია. ბექა და ელგუჯა ბავშვობიდან ერთად ერთი ქალაქიდან მოდიან. მათი ციან ერთმანეთის სუსტი და ძლიერი მხარეები, როგორც სპორტულ, ასევე ფსიქოლოგიურ ასპექტებში. ეს ყველაფერი კი მათ დაპირისპირებას ორმაგად საინტერესოს ხდის. ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოდიოდით, ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით, სადაც არ უნდა ყოფილიყავით, ერთად გვეძინა, ერთად ჭამდით, ერთად ვსვამდით, ყოველთვის. უბრალოდ მოხდა ესე, რომ ჩვენი გზები გაიყო და რინგზე უნდა გავცეთ ერთმანეთს პასუხი. ძალიან მაგარი ბრძოლა იქნება და რავი, ჩემი აზრით კარგი სახის დალეწვებიც იქნება რა. უბრალოდ, ანუ ბექამ იცის ჩემი სისუსტეები და რა თქმა უნდა ბექას სისუსტეებით მეც ვიცი. იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთში ნასპარინგები ვართ და ვიცი რა მაგის სუსტი წერტილი და ჩემიც იცის რა თქმა უნდა რა სუსტი წერტილი. ამიტომ ჩემი აზრით კარგი ბრძოლა გამოგვივა ორივეს. როგორც იცით, ბექას შიშველ მუშტებზე არ აქვს ნაბრძოლი, არავისთან, სულ ჩხუბობდა კენტუსებით, ბრძოლობდა კენტუსებით, მაგრამ მე ძალიან გამოსტილი ვარ შიშველ ხელებზე და როგორც კი გონგის ხმა გავიგებ, ეგრევე ვაგრძნობინებ შიშველ მუშტების გემოს ბექას. ვაგრძნობინებ თან ძალიან მწარედ. ეხლა რაც შეეხება შიშველ ხელებზე ჩემ ბრძოლას რა. შიშველი ხელები და არასდროს არ მიჩხუბია, მაგრამ რო გითხრათ რომ აი რო იძახიან რომ აუ შიშველი ხელებით ვერით შეხავებს, ხელის მოტეხვი შეეშინდება, ხელს დაიზიანებს, საერთოდ არ ვაპირებ ეგეთ რაღაცას რა. ანუ როგორი დარწმუნებულიც ხელთათმანებში ვარ, კენტუსებში, ისეთ დარწმუნებული ვარ შიშველ ხელს. უფრო მეტის დაჟე, იმიტომ რომ დიდი ხელები მაქვს რა, და რო დავარტყა იმენა სასწაულს დავმართებ კაზე, რომ მგონია და რავი რა, შიშველი ხელითაც ვარესი ვიქნები მგონია და ნახოთ, გამოსტი რა. მე ბავშვობიდან სპორტზე ვარ დაკავებული 6 წლიდან ვაქტიურობ სპორტში და აი უკვე 16 წელია რაც სპორტით ვარ დაკავებული. ასობით ბრძოლა ჩამიტარები ამ 16 წლის მანძილზე სხვადასხვა ორგანიზაციებში და რა თქმა უნდა სპორტული თვალით უყურებ ყველა ბრძოლას, უბრალოდ მე და ბექას ბრძოლა უფრო მეტია ვიდრე ეს სპორტული ინტერესი. იმიტომ რომ აქ დევს პრინციპები, აქ არის ჩვენი პირადული თემები და ამას რა თქმა უნდა რინგზე ვაგრძნობინებ ძალიან მწარედ. თავს შევაკლავ და ამ პრინციპული ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვალ რა თქმა უნდა. იმდენს ვიზამ რომ აი სულ ხელები მომტყდეს, ბრძოლას არ გავაჩერებ. ბექა რა თქმა უნდა არის კარგი მებრძოლი, ძალიან მაგარი მებრძოლია, უბრალოდ ცოტა ძალიან თავშია გავარდნილი, იმიტომ რომ
აი რაც იყო ფოთთან დაკავშირებით და ჩემპიონი მხოლოდ მე ვარო მარტო და არა. ჩემპიონები ბევრი ყავს ფოთს, ბევრი მაგარი სპორტსმენი ყავს გაზრდილი, რა თქმა უნდა, ჩემი ჩათვლით, სპორტსმენს უხდება თავდაბლობა, ღირსება და სპორტული წარმატება. მე ეს სამივე მაქვს და ზუსტად ჩემნაირი სპორტსმენი და ღირსეული სპორტსმენი ჭირდება ფოთს. და არა ისეთი სპორტსმენი, რომელიც გაურბის ღირსეულ მეტოქეებს. როგორიც არის ბექა კორტავა, როგორც მელიქიანს გაიქცა ისე. ბექა მადლობას მეტყვის, რადგან როდესაც მას დავამარცხებ, მელიქიანს და კორტავას ბრძოლა ხალხს აღარ დააინტერესებს და გაქცევას აღარ მოუწევს. მოგეხსენებათ ასევე ჩემი წინაბრძოლიდან მთავარი სიუჟეტი, ესე რომ ვთქვათ, ის იყო, რომ გამოვიწვიე ნაირ მელიქიანი და მინდოდა და მინდა კიდევ მასთან ბრძოლა. ნაირ მელიქიანს, რა ვიცი, აქედანვე ვულოცავ გამარჯვებას, ერთ-ერთი ბრძოლობდა, მეც ორგანიზაციის საკითხია უფრო სწორად, ესე რომ ვთქვათ, მეც აი ახლა მაგალითად კამარიმა გასაერთიანებელი, აი ყველაფერი მასე დაიმთხვა, თორე ჩემზე და ნაირზე რო იყოს ეგ ბრძოლა დამოკიდებული, აგერა რინგი ხელთათმანებიც და დღესვე ვიჩხუბებდით, მე არანაირი პრობლემა არ მექნებოდა რა, მაგრამ რა ვიცი, იქ უცებ, რავი, ბრძოლას ვითხოვდი, ფორმაში ვიყავი, ვარჯიშობდი ყოველდღიურად და რაც უფრო მეტ ბრძოლას ჩავატარებდი, ჩემთვის უკეთესი იყო. იქ ეხლა ჩემთვის ახალი გამოწვევა გამოჩნდა, ელგუჟამ გამომიწვია, მაგას პლუს კიდევ გიორგი ფოლადიშვილი დაბრუნდა, ვისთანაც ალბათ უკვე 3 წელი თუ არა მეტი, რავი, დაახლოებით ბრძოლა მინდა და გარკვეული მიზეზების გამო ეგ ბრძოლას არ შედგა, მაგრამ რა ვიცი, დიდი მომხრევა რომ ეგ ბრძოლაც შედგეს და ვაპირებ სხვათა შორის რომ მაგასაც ვერ ბრძოლო, ესე რომ რაც შეეხება ამ ყველაფერს ორგანიზაცია როგორც დაალაგებს და როგორც აი რა ვიცი, მომცემენ ბიჭებს ეს თითოს 5 ჩამოთვლეს, როგორც ბიჭებს მომცემენ, ისე მივყვები რა და ისე ვიჩხუბებ რა. წონის კლება დავიწყე 78 კილოდან, ეხლა ვარ 73 ნახევარი, 13 და კიდე მაქვს დასაკლები სადღაც 5 კილო. 6 მაქსიმუმ. მე წონას ჩავაბარებ, რა თქმა უნდა, 100%-ით. უბრალოდ ეხლა წონაზე რო ნერვიულობ ზოგადად მებრძოლები, ჭხუზე არ ნერვიულობ ეგრე. წონა არის დისციპლინა, რომელიც ყველა მებრძოლმა უნდა ჩააბაროს. მე თუ დავიკლებ, რა თქმა უნდა, ანალოგიურად უნდა დაიკლოს თვითონაც. კიდევ რაც შეიძლება ერთი ფაქტი ეგ არის, რომ როდესაც მარგიშვილი და კორტავას ბრძოლა ჩაინიშნა, მაშინ ბექამ ვერ ჩააბარა წონა და ზოგადად ბექას ძალიან უჭერს წონის კლება. იმედია მე ჩამიბარებს წონას და შედგება ძალიან კარგი ბრძოლა. უბრალოდ მე მაგ დროს ზურა მარგიშვილთან რო იყო ბრძოლა და რო ვერ ჩააბარა და ზურამ არ მოისურვა ბრძოლა ბექასთან, მე ბექას გვერდში დაუდექი, ავდექი ვაშკაცურად და მინდოდა რომ ეჩხუბა მართლა და გაეყოთ რინგი ერთმანეთისთვის. უბრალოდ ბექამ ეს ვერ დამიფასა. პრეს კონფერენციაზე, როდესაც ბექა და მარგიშვილის ბრძოლა ჩაინიშნა, მარგიშვილს ვთხოვე, ანუ ვეხვეწებოდი რომ შანსი მიეცა ბექასთვის რომ ებრძოლა ოქტაგონზე. მაგრამ მარგიშვილმა არ მოისურვა ბრძოლა ბექასთან. უბრალოდ ეგ ბექამ არ დამიფასა, ჩემი გვერდში დგომა და ამისთვის რინგზე გავცემთ ერთმანეთს პასუხს. ჩემი და ბექას მაკაცობა დიდი ხნის წინ დასრულდა და საბოლოო წერტილი იქნება რინგზე. 26 ივლისს ვარსკვლავებით სავსე ივენტზე. გავიგეთ, ვინ გაიმარჯვებს ბრძოლაში, რომელიც სპორტულ დაპირისპირებაზე მეტია.